ახლა მგონი იმ ადგილსაც ვეღარ პოვლობ, სადაც დამტყოვა. რაღაცაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ ძალიან დაბლილი ვარ 3 საათიანი ფრენი მქონდა. ეხლა კიდე უნდა გადავჩენო 5 საათიანი ფრენა, 7 საათიანი ფრენის შემდეგ მაქვს 3 საათიანი შესვენება. 3 საათიანი შესვენების მერე მაქვს 2 საათიანი ფრენა. თითქმის 3. ამ წამს ვცდილობ ჩემი ინდოელი მეგობარი ვიყოვნო, რომელიც გავიცანი ფინალში ჩემ გვერდით ჯდომისას ძალიან საყვარელია და უბრალოდ გამექცა და არა არ გამექცა, უბრალოდ უთხარი თუ გინდა ჩანჩქერის სანახავად წადით ხო. უბრალოდ უთხარი ჩანჩქერის სანახავად წავედ ხო და მგონი ძალიან გაიქცა. მგონი საბოლოოდ დავკარგე ჩემი მეგობარი. ახლა მგონი იმ ადგილსაც ვეღარ პოვლობ, სადაც დამტყოვა. But let me show you something. Wow. არც კამერა შემდგარ კარგად მოჩვენება ახლა ამას, იმიტომ რომ დაიწყო მოტრიალე. ძალიან მეზარება. მაგრამ იცით რა? მე მგონია რომ თბილისის აეროპორტსაც აქვს ამის პოტენციალი. თუ რა თქმა უნდა ვინმე ნორმალური გამოუჩნდება ქვეყანას. მოდი ჩემ სადამტყოვა იმო. საერთოდ დავარცხავს. თან ჩვენ ერთმანეთს ბევრ რაღაცაში ვამთხოვით და ძალიან მინდოდა ახლა რომ გამოსულიყავ. ასე ფოტო მომიტანა. ასე მგონი რა მარტო ჩემს სახელს ვუღებ და აგე ვიყვნე ადგილი სადაც მე ვიჭექი, მაგრამ თავად გოგონა სად არის? მე რა თუ მოვა ისე უნდა გიბოს. Oh my god. მაშეილა. ვიყვნე ერთად ორ და მაცილებს. Hi. What? What the fuck? არ ვიცი თმებილიანი ნივით რატომ მაქვს და არც ის ვიცი საერთოდ რა ხდება ჩემ თავს, მაგრამ ეხლა ვარ ჩემი უნივერსიტეტის ერთ საცხოვრებელში ჩინეთში. ვარ სრულიად მარტო და იმასაც დაგიმატებთ, რომ ჩემი საცხოვრებელი გავს ფსიქიატრიულს. No, God, please! მაგრამ ყველაფერი მოწყობაზეა, ჯერ ახან მარტო ვარ, გავს კიდეც. უნდა გავდეს ალბათ, არ ვიცი. ნუ მოკლედ, რთული დღეები მგონია რომ მეტწილად გადავაგორე, დღეს მივდივარ რომ გამოვიტანო, არა. დღეს მივდივარ რომ ფული გადავახურდავო, გავიხსნა ჩემი ჩინური ბარათი და ადამიანურად ვჭამო. Oh my God! იმიტომ რომ ქეში რო არ არის ადამიანურად ვერ ჭამ. ქეში კი არა და ონლაინ გადახდით რო ვერ იხდი, წესიარად ვერ ჭამ, იმიტომ რომ ქეშის გამოსაბრუნებელი ხურდა ძირითად შემთხვევაში არ აქვთ. დამლაგებელი იყო გუშინ, ერთი ეგ დაალაგა და ეგ მახარებს. ლოგინზე რბილად მძინავს. ეგ მეორე ფაქტი, რაც ძალიან მახარებს. და მესამე ფაქტი არ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს. ვინმე თუ ფენს მათხოვებს რომ ჩემი თქმები მოვიწესრიგო, ალბათ ეგ იქნება მესამე ყველაზე კარგი ფაქტი. ნორმალურად ვიმგზავრე, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოს გადაღების სურვილი ზუსტად პეკინში დაიკარგა, იმიტომ რომ ლამის დავაგვიანე ფრენაზე ზუსტად ბოლო წამს შევედი. პორტოზე თუ რა ქვია მაგას? პორტი გემზეა. Anyways, რაც ქვია. ნუ საშინელი ფრენა იყო იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა ზონაში მოვხვდით, მაგრამ მეგონა რომ რუსთავის თბილისის ყვითელ მარშრუტკაში ვიჯექი.
პეკინიდან ჩანგშოში ნორმალურად იყო. ნორმალურად დაფრინავდა. უბრალოდ სულ მეგონა რომ ვიღაცაზე გუნკავებოდა ტიპი. ჩემი ოთახი უნდა განახოთ. ხომ ვთქვი რომ ფსიქიატრიულს გავს. რა თქმა უნდა ეს ჩემი ნაწილი არ არის საერთოდ. არც ეს არ არის ჩემი არის აი აქ. მგონია რომ ყველაზე კარგად გილას ავარჩი ეს ტანსაცმელი და ნაკავი. ეს არის ჩემი ოთახი. Really, nigga? სივრცე ოთახში. ვერ ვახერხებ კარების გარებას, აი მის გარებას. მაგრამ ისე გაჩვენებთ. ხედი ჩანს. Yay! გაინტერესებთ როგორი ამინდება გვაქვს ჩინეთში? არ ვიცი კამერა თუ აფიქსირებს მაგას, მაგრამ ჩემი სახე გამოიყურება კიდევ ერთი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი. მგონია არ მithkomშერ. თავზე მაქვს ჩიტის ბუდე. საშინად მინდა რომ დავწვე და დავიძინო. მოუხვედია ქაურობა, მაგრამ ძალიან ცუდი აქანდას მიყიდია. დღეს მგონი უკეთესი დღეა. შედარებით. ვიღი წინა ორი იყო, ან პირიქით ძალიან დაბნეული ვიული მთელი დღე, არ ვიცი. დღეს მიწევს სამედიცინო ცნობის გაკეთება. რომელსაც ძალიან როგორ უნდა გავაკეთო. მაგრამ ერთი ფლექსი მაქვს ტაქსის გამოძახება ვისწავლე ჩინურად. და ტაქსისტები ვეღარ მომატყუებენ. შორის ამ ვიდეოში მთლიანად რაღაც ორი მაი გამოჩვია. ერთი ეს და მეორე ეს. მინდა რომ მიზეზი ავხსნა. ყოველ დღე როდესაც მოვდივარ, ანუ მთელი დღე გასული ვარ ხოლმე. მერე მოვდივარ და მე ამით ვიხდი და ვიბან და პიჟამას ვიცვალ და წვევი და ვიძინებ. შესაბამისად გარეთ როდესაც გავდივარ, მე შემიძლია ჯერ უკვე ნაცვამი მაიკები ჩავიცვა. იმიტომ რომ გარეთ სერვისი ჯერ არ ვიცი როგორ უნდა გამოვიყენო. და სუფთა მაისურებს ვერ ვეხები. არც ესენია ბინძური, ოკეი? უბრალოდ ამასაც ხუნილში და რაღაცაში ამოსავლები მაინც და მაინც არ არის ჯერჯერობით. ლაქები და რაღაც საშინელებები გქონდეს. ანუ ერთადერთი არის უბრალოდ გარეთ რო გადიხარ იოფლები და წყალი უნდა გაავლო და რაღაცები ხელით გავრიცხე აბაზანაში. საპნით. სარეცხი საპნით. ჯერჯერობით მგონი დამაკმაყოფილებელია. აი ამ რაღაცებს იდეაში ყველაზე მეტად დოკუმენტების მოგვარებაზე რომ დავპივარ. რაც ყველაზე მეტად მაგნევს. მაგის გამო საერთოდ არაფრის გაკეთების სურვილი არ მაქვს. მისჩვენია რომ ესენი მოვიშორო და შემდეგ ვისწავლა უკვე ნებისმიერი სხვა რაღაცის გაკეთება. მგონია რომ საკმაოდ ნორმალურია. ნორმალური იდეა და ჩემი აზრით დღეს თმები უკეთესად მაქვს. აღარ შევიკარია ბანოში. ვიცი დღეს ამდენად მომინდება რომ საერთოდ დავდგე და ვიდეოები გადავიღო, სადაც მივდივარ, მაგრამ არ ვიცი. მთელი ვიდეო არის უბრალოდ ჩემი საუბარი რა გავაკეთე. იმიტომ რომ ძალიან დაკარგულად ვგრძნობ თავს და მინდა რომ როგორმე დავემშვიდო თავი. გუშინ კიდევ street food-ის რაღაც ესეთი ვიყიდე. რომელიც ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან მსუყია. ერთი სამიც ვერ ვჭამ და 4 ცალი იყო და 1 ცალი ვჭამე. ახლა საავადმყოფოში რომ ვალ, არ ვიცი იმ შეერზე უნდა მივიდე უწყლოდ თუ შემიძლია რამე ვჭამო და ისე მივიდე, იმიტომ რომ არ ვიცი რას მომთხოვენ, როგორ მომთხოვენ. ძალიან ვერ ვხიზლდები. ანუ საკმარისად მეძინა, მაგრამ ვერ ვხიზლდები.
TikTok-ი ისევ არ ერთვება და მიზეზი გავიგე, ან roaming-ი მჭირდება, ან Wi-Fi-ის მოდემი. არ ვიცი, რომელიც ჩემს ფილტვს ნაკლებად წაიღებს, დიდი ალბათობით იმას გავაკეთებ, იმას ჩავრთო. არ მეგონა, რომ 4 საათიანი განსხვავება შეიძლებოდა ესეთი რთული ყოფილიყო. რთული არა, უცნაურია. მე რომ ღვიძავს და ამ დროს ვიღაცას რო ვწერ და რომ პასუხობენ, იმიტომ რომ შუა წელში არიან. ეხლა აქ არის თითქმის 8 საათი, 15 წუთი უკლია რა. მე გამოგვიძა სადღაც 7 წუთებზე. ადამიანს რომ მოგინდება ვინმეს მიწერო, არ არის რა კაი რა, რომ ვერავინ ვერ პასუხობს. მზეც აჭერს აქედან მხრიდან ჩემი პანჯარა ზუსტად იმ მხარეს უყურებს, საიდანაც მზე ამოდის. არამცლად აქედან არ უყურებს. მაგრამ საიდანაც არ უნდა უყურებდეს, ფაქტია რომ მზე უჭიდინებს. თან ძალიან და ფარდები მაქვს ეხაც ჩამოფარებული. ლურჯი ფარდები მაქვს. Which is late. ჩემი მედიატორების ყალსაბამი. მომწონს. დღეს კამერაში ვიყურები. მაგრამ თვალე მაინც კამერების ხოლმე. მაგრამ მაინც კამერაში ვიყურები. ერთადერთი არააზრსაც ჯერჯერობით ჩემი აზრით რაღაცებთან შეგუება დავიწყე. მაგრამ ჯერჯერობით მიიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი ოთახი და ტანსაცმელი და ეგეთი რაღაცები ისეთი სუფთა არ იქნება, როგორც რუსთავში იყო. იმიტომ რომ არ ვიცი. ასე ადრე არ უნდა გამეღვიძა. მაგრამ გამეღვიძა და თავისით მე არ მინდოდა. ასე 9 საათისთვის წავალ. შორის აქ ძალიან მიღებული მომენტია, გარეთ ქოლგებით სიარული, იმიტომ რომ საშინელი მზეა და ჩრდილის პრივილეგია დიდად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხეები არის, მაინც გზაზე რო გადიხარ, ეხა ეგ ხო კამპუსია, კამპუსის შენობაში მანქანები არ დადის რა, მიუხედავად იმისა, რომ გზები გაყვანილია. მაინც ხალხი შუაგზაზე დადის, იმიტომ რომ მანქანები არ დადის საერთოდ. შესაბამისად, ბრეინსელი მაქვს. ხო, შესაბამისად, მანდაც ადამიანები დადიან, ყველგან ჩრდილი არ არის და იმისათვის, რომ ყველგან ჩრდილში არ უნდა რაღაც სახეზე მეტად არ დაეწვათ და ასე შემდეგ, იყენებენ ქოლგებს. ქოლგებით დადიან ყველგან. რაც ძალიან ჭკვიანურია ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ შეგიძლია რომ ჩრდილი გქონდეს ყველგან, რატომაც არა. ეგ მშვენიერი იდეა. უბრალოდ გუშინ გავედი პირველად გარეთ ქოლგით და ძალიან მეცინებოდა საკუთარ თავზე რა, იმიტომ რომ ბავშვობა გამახსენდა ჩემი. ბავშვობაში ვხედავდი ხოლმე ახლა შესულ ქალბატონებს, რომ ქოლგები ეჭირათ ხელში რა მზეში და ისე ისხდნენ ხოლმე და ძალიან მეცინებოდა რა. ეთყობა მოხუცებს მზეს ხონაერად აწუხებს თქვა ისე ვფიქრობდი რა ჩემ გონებაში ეგრე იყო და დიახ 24 წლის ასაკში ზუსტად იგივე რაღაცას ვაკეთებ მეც ქოლგით დავდივარ გარეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვანაირად ვერ გადარჩები. მართლა ვერ გადარჩები. ამავდროულად მინდა კიდევ გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ადამიანის ცხოვრება, რომელიც საკუთარ თავზეა დამოკიდებული. მზის გადამცავი გამითავდა და სად ვიყიდო არ ვიცი, ამიტომ
ან მეორე კიდევ მაქვს, მაგრამ ამას არ დავტოვ. რატომ შეიძლება ბოლომდე ამოდიოდეს ესენი? არა და ძალიან კაი რაღაცა არის. ისე აქ რომ მოვედი, მითხრეს რომ გვიან ხმაური აკრძალულია 7-8 მერეო უკვე აქო ხმაური არ შეიძლებაო, მაგრამ კედლები იმდენად თხელია. იმდენად თხელი კედლებია, რომ რა ვიღაცა რო ჭამ საქმეს მისხოლვა. კაი ხო ეგეთი თხელიც არ არის, მაგრამ საკმაოდ თხელია. და გუშინ ძალიან ხმამაღლა იცინოდნენ მოსწავლეები გვერდით ოთახიდან მგონი არა. ზედა სართულზე ჩემს ზემოთ ვინც იყვნენ ოთახში კარგად თხანს რაღაცაზე იცინოდნენ და მერე გაჩერდნენ. ია და კიდევ ერთი უცნაურობა არ ვიცი ცხოვრებაში არ გამიგია ბეღურები რაღაც შუაში იყო და მტრედებს ეგეთი ხმები ქონოდათ. რაღაცა ჩხავის ყოველდილით. და რატო ჩხავის ვერ ვიგებ. და რო ჩავთო ვიცი რომ მიკროფონი ამის მიკროფონი დიდად არ დაამუღამებს. ეხლა ცალკე მიკროფონი არ მაქვს ჯერჯერობით და ანუ დილაობით რაღაცა ჩხავის. რაღაცა საოცარ ხმებს გამოსცემს გარეთ. ვიღაცამ საბრძოლოში წყალი მოუშვა. მე მესმის. და დიდება თუ ვიცი ჩემი საუბარიც ისმის გარეთ და გიშდებიან ვისი ლაპარაკება ყავს უკვე. აი კიდე ჩხავის. ის რაღაც კიდევ ჩხავის. ანუ ვაშკარად მტრედია. რანაირი მტრედია. მეტრო არ ვიცი რუსთაველი მტრედები ცოტა სხვანაირები იყვნენ, ანუ სხვანაირი ხმები ქონდათ იმ მტრედებს და ანუ ეს ჩხავის. ანუ როგორი რაღაცა არის, იცი? ცოტა რომ დაუკვირდე, ანუ რაღაც მომენტში დაგაბნევ, შეიძლება იფიქრო რომ ვიღაცას ზედა სართულზე შვილი ყავს და ჩხავის. აი რაღაც ეგეთი ხმა აქვს. აი განწირული ბავშვის ხმა აქვს. მაგრამ იმდენად ნაწყვეტებად კივის, რომ მე რა თქმა უნდა ხვდები რომ ბავშვი არ არის, ბავშვი. What do you mean? მაგრამ აშკარად საშინელება აღმართვა ჩემო, ანუ მართლა ძალიან ცუდია, ძალიან საშინელება. ვერ გადავწყვიტე რის ხმაში გაგუძება უფრო საშინელება, აი ამ ჩხავანა მტრედების ხმაში გაგუძება უფრო საშინელება თუ რუსთაველი მუშების რომლებიც უკვე ყველგან არიან და ბოლო ხმაზე კი არიან ვიდიან უფრო სწორად რომ ერთი აგური გამოუშვი ძმა, ანუ ვერ ხვდები რომელ ხმაში გაგუძება ჯობს. ვეღარ გადავწყვიტე. რუსთაველი მუშები მაინც ხარ. თან 21-ში ვცხოვრობ რა და მე-5 კორპუსს აშენებენ ჩემს უკან, ამიტომ მე-5-ს არა, მე-6-ს. даже მე-7-საც. ჩემი აზრით, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ მიჭირავს კოლვა. იმიტომ რომ მაგაზობო ისამხრე. ვაუ. ეგ არის ცხოვრება. არა და მოხუცებს დავცინოდი. რაღაც ძალიან საყვარელ ქუჩაზე ვარ გამოსული, საავადმყოფოში მომიწია წამოსვლა. ჩემი საფუძვლების გასაკეთებლად. ზოგადად ჩინეთში უნივერსიტეტები ესე ითხოვენ. გააჩინეთ თავად უნივერსიტეტს. ზოგადად ესე ხდება, რომ იმ შემთხვევაში თუ დააპირებთ იმ შემთხვევაში თუ დააპირებთ სტიპენდიით, სადმე უნივერსიტეტში წასვლას, და ყოველთვის მოგთხოვენ სამედიცინო ცნობა სპეციალურს, რომელიც კეთდება თვითონ საქართველოში. საქართველოში გავაკეთებთ. მე უკვე არის უნივერსიტეტზე დამოკიდებული, აქ ჩამოხვალთ და მათეს თქვენი გაკეთებული
ცნობა აწყობთ თუ არა. მე თავად მოგთხოვენ და დაგაკვალიანებენ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გააკეთოთ. ჩემ უნივერსიტეტს მაგალითად აქაურიც უნდოდა. ამიტომ უბრალოდ დადგა და გამომიშვა რომელიღაცა საავადმყოფოში, სადაც ამ ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებენ. ჩინეთში აქვს ძალიან მარტივი სამედიცინო სერვისი. როგორც უცხოელი, მაინც არ იკარგებენ. შეიძლება ჩინური საერთოდ არ იცოდე და შეიძლება არც იქ პერსონალმა არ იცოდეს ინგლისური რა. მაგრამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ. ხმის ამოღება არ გიწევს საერთოდ, ანუ მეც არ დამჭირვებია სიტყვა მოხმევინეს. და რა ვიცი, საბოლოო ჯამში არც არაფერი არ იყო სერიოზული. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას გამიჩერდა მგონი ჩემი ვიდეო გუშინ. ფარდას გადავწევ. საბოლოო ჯამში მგონია რომ ყველაზე უაზრო ვიდეო არაც კი ცხოვრებაში გინახავთ, მაგრამ ჩემი აზრით მე ძალიან კარგად ჩანდა მენტალური ევოლუცია, რაც გავიარე, როდესაც აქ ჩამოვედი პირველი დღიდან დღემდე. და მგონია რომ დღეს უკეთესად ვარ და მგონია რომ ეს ყველაფერი ვიზუალზეც მეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ვიდეო ყოფილიყო იმაზე თუ როგორ ჩამოვედი ჩინეთში, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ უბრალოდ დავჯექი კამერასთან ვსაუბრობდი, იმიტომ რომ გარეთ ვერ გავდიოდი, არ შემეძლო არც სიცხეში ყოფნა და მით უმეტეს რომ არავის არ ვიცნობდი და ძალიან დაკარგულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეხლა მეჩვევი. ყველაფერი წესრიგში დგება, ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება ჩემს გონებაში პირველ რიგში და ჩემი აზრით ვიდეო ალბათ არის ყველაზე მეტად იმაზე თუ რა გვხდება ხოლმე რეალობაში, მაშინ როდესაც რაღაც წარმოდგენებით მოვდივართ ხოლმე. წარმოდგენებით არა, უფრო მოლოდინები გვაქვს, რომ აი გასვლითი პროგრამით სადღაც წავალ და პირველივე დღეს ყველაფერი იქნება ძალიან დალაგებული. არ იქნება ყველაფერი პირველივე დღეს ძალიან კარგად და არ იქნება ყველაფერი პირველ დღეს ძალიან დალაგებული. მაგრამ მგონია რომ რაღაცა პირველი ეტაპი თუ გადავლახეთ, მე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ეს რაღაც მომენტი მქონდა პირველი 2 დღე, რომ უბრალოდ არ მინდოდა ყოფნა და მეთქი უბრალოდ სახში წავალ რა, ანუ არ მინდა ყოფნა. მაგრამ დღეს უფრო პირიქით არის რა. არ ვიცი მართლა ვიდეოებში რამდენად ჩანდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიჯექი და მხოლოდ საუბრობდი, ყველაზე მეტად ჩემი აზრით ვიზუალზე მეტყობოდა რა დაკარგული ვიყავი, რამდენად არეული და რამდენად არაფრის სურვილი არ მქონდა. აი ახლა კიდე ყველაფერი პირიქით არის რა, მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადგილი ვნახო და რაც შეიძლება მეტი აღმოვაჩინო. ამავდროულად მინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო. ნუ ნელ-ნელა ამასაც დავიწყებ. დიდი ალბათობით დავიწყე ჩემი აზრით უკვე. ნელ-ნელა ჩემი ოთახის მეზობლების გაცნობასაც დავიწყებ. ანუ რუმეითებს არ ვგულისხმობ ოთახის მეზობლებში რა, ანუ ვგულისხმობ ჩემს გვერდზე ოთახში ვინც არიან, მათ გაცნობასაც დავიწყებ ალბათ მალე. ძალიან ბევრი უცხოელია. დღეს მაგალითად ქალაქში გავედი, უფრო მეტად ცენტრალურ ნაწილში გავედი ქალაქის. და ჩემი ჩინელი ახლობელი ვნახე. მყავაზე დამპატიშა და ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ და მსგავსი მომენტებიც ხოლმე ძალიან სასიამოვნო წინა დღეებშიც რომ მომწერა, რომ წამოდი სადმე გავიქვა, არანაირი სურვილი არ მქონია საერთოდ და პირდაპირ ვთქვა რომ მეთქი არანაირი სურვილი არ მაქვს, არ მქონდა მეთქი რომ სადმე გავსულიყავი და რაიმე მენახა თქო. და ვინმე მენახა, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ცუდად თქო და ამაზე თვითონაც თქვა რომ უბრალოდ შეგეძლო ჩემთვის მოგეწერაო და რაიმეს მოვახერხებდი შენთვისო. მაგრამ ნუ რას ვიზავ? რაღაც მომენტებში ყველაზე მეტად მინდოდა თან გადამელახა ჩემით ეს ყველაფერი. და ჩემი აზრით გამომდის კიდეც ნელ-ნელა. ხელი წელი წინ არის, ძალიან ბევრი რაღაც არის აღმოსაჩენი. ხო და არ ვიცი. მენტალურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით პირველ რიგში, როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხართ და რაღაც მოლოდინებით მოწახვალთ. Cheers! და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოსაბეზრებელი ვიდეოს მე ეგრევე არ გაიქცევით აქედან და გააგრძელებთ ყურებას, იმიტომ რომ ჩინეთი უნდა ვისწავლო თქვენთან ერთად. აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ქუჩები.
ჩემი საყვარელი ვაიბით. ამიტომ გაგიზიარებთ აუცილებლად. მათაც შეიძლება ეხლაც წავიდე და ვნახო. კარგად.